სალამი, მოგესალმებით. ერთი ისტორია უნდა მოვყვე. სამ ადამიანზე ვილაპარაკებ რა. ერთი იქნება თბილისელი, ჩამოსული სოფლელი და ეხლა რო არიან ბევრი უცხოელები რა. არაბები, ინდოელები და ასე შემდეგ რა. მაგ ხალხზე ვილაპარაკებ რა. ჯერ დავიწყებ თბილისელებზე რა. ვენაცვალე ძმაო, მაგარი ხალხი რა, აი ძალიან მაგარი ხალხი რა. ეს სიტყვები არ ყოფნის რა, აი რა ვთქვა რა. ზოგიერთები თუ ეხმარებოდით ჩამოსულ სოფლელებს და გვერდში ედეკით, თქვენ გენაცვალეთ რა. ხოდა მე ისეთ კატეგორიის ხალხზე მაქვს საუბარი, რომ გვერდში რო არ იყენებდით რა. გვერდში რო არ ედეკით იმენა და ცუდ რაღაცებს ამბობდნენ ხოლმე რა. და ეხლა მოვყვები. დოლჯეზე მუშაობდი, ვენდისი არის რესტორანი მანდ. შუშებს რეცხავდი რა, რესტორანში მარტო მეც არაფერს არ ვაკეთებდი რა. ამან დიდი აივანი იყო რა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა რა ეს. სვეტსკი ელიტა ხალხი რა. ეს ვითომ თბილისელები რა და გვერდში მდგომი ხალხი რა. და მაგის ქვევით იყო სასწავლებელი რა, მან ყველა სწავლობდა რა. სასახელი დამავიწყდა რა ერქვა რა. მან არაბებიც იყვნენ, ინდოელებიც იყვნენ და რავი. აი სვეტსკი თბილისელებიც იყო რა. და ჩამოსული სოფლელი ბიჭები რა, ძალიან მაგარი ახალგაზრდობა რა. ერთ ორს ვიცნობდი რა და მაგ შუშებს რო რეცხავდი, მოვიდოდა ხოლმე რა, იცოდა რა შრომელი ტიპი ვიყავი რაღაცა და ამელაპარაკებოდა ხოლმე აბა. ესენი გვერდში არ იყენებდნენ და მე კიდე ისეთი ხასიათი ქონდა, ნიშნულობა არ იყო რა. მოვიდოდა კაც გამოვილაპარაკებოდი რა. არ მქონდა რა გართულება. და ისენი კაროჩე არ იყენებდნენ ეს თბილისელები გვერდი და იქ რო ვიჯექი, სულ მესმოდა ესენი აქანას და იქანას ამბობენო. და დასცინოდნენ ხოლმე რა კილოზე რა, აბა თქვი შეჩემა აქანა. და ისინიც იტყოდნენ ახლა რომ ზოგიერთი ხო ვერ ხვდება ახლა რომ დასცინის და მერე ვინც მთიულები იყვნენ, იმათ ხმას ვერ ეუნებოდნენ, გაუხეთქავდნენ თავს, იმათ არაფერს არ ეუნებოდნენ რა, მთიულებს სვანების ეშინოდათ რა. და ისეთი ხალხი იყო რა. ნუ მეხუმრები და ჩაიჯვალდნენ ხოლმე რა. და ეხლა ზესტაფონელები იყვნენ ხოლმე უკეთესობილესი ხალხი რა, რომელიც ხუმრობას უტარებდნენ რა, ზოგი არ უტარებდა ხოლმე და იმენა არ მეგობრობდა, იყო ხოლმე ცოტა შარიანი ადგილი, იყო ჩხუბი და რაღაცა ყოველთვის იმართებოდა რა, იქ იყო ხოლმე ჩხუბი და რაღაცა ყოველთვის რა. და სასწავლებელი რომ მორჩებოდა ეხლა ეს ფულიანები ხო იცი, 20 წლის ბიჭმა საიდან იშოვა კაროჩე. ძალიან მაგარი მანქანები ყავდათ ხოლმე რა ეს თბილისელებს. საიდან იშოვა 20 წლის ბიჭმა კაროჩე ესეთი მაგარი მანქანა. მამიკოს და დედიკოს ფულებით რა, სადღაც დაყავს ევროპაში რა, სამი მუშაობს რა, წელებზე ფეხს იდგავს რა, ხუიოსგან დრას აკეთებს, საკითხავია. ისიც კიდე. და აი მანქანით დადიოდა და ეს სამი ტიპი და ერთი გოგო რა, ან პირიქით რა. სამი გოგო და ერთი ბიჭი რა, გასაღებს ატრიალებს ესე ხელში რა, ხვაზე ხა. ჭკუაზე არ არის რა, მამიკოს ფულებით შეჩემა. და სანამ რესტორანში ამოვიდოდნენ, ეს ტიპიც იქ იყო რა, სანამ წავიდოდა სახში. საღამოს გადიოდა ხოლმე რა ავტობუსი რა. და 1-2 საათი რა ეკეთებინა და იქ სითბო იყო რესტორანში და შემოდიოდა რა
და სანამ კაფეში დაждდებოდნენ, ეს ტიპი ხო იქ იყო. არც ეტყოდნენ წამო ჩვენთან ერთად და ჯექი. ჩვენთან ერთად იყავი, ფული არა გაქვს, იქიდან ჩამო. არა ყლეზე ბანტი კაცო, ჩვენ მივდივარ, ჩვენია რესტორანია, დაუხუროთ შეჩემ. ამას არც დაემშვიდებოდნენ, არაფერი ყლეზე ბანტი მეთქი რა. ეგრე იყო რა, დაждდებოდნენ, დახარჯავდნენ 150 ლარს, 200 ლარს დატოვებდნენ იმ საღამოს და ეს ტიპი კიდე წავიდოდა იქ, იყო საცხობი რა, 2 ლარად იყიდდა ხოლმე საწოდავად რაღაცა ხაჭაპურს. მაკარონი ხაჭაპური იყო რა, ნახევარი მაკარონი იყო რა, ყიდულობდი თქვენ დედა შევეცი კიდევ იმენა. მაკარონს ურევდნენ და ცოტა ყველი იყო ხოლმე, მეც ყიდულობდი მან და აბა იმის ფული სად ქონდა ეხა იქ. ბურგერი მეჭამა რა. ხედავდი ხოლმე ამ ტიპებს რა, ვიცნობდი ხოლმე რა. შუშას რო ურეცხავდი ხოლმე, მოვიდოდა გამომელაპარაკებოდა ხოლმე, მეც დავილაპარაკებოდი ჯიგრულად რაღაცა სად მიდიხარ ერთმანეთის აზრს გაუზიარებ ციუახოაზე ხარ აქ ცოტას გავთბები და მე უნდა წავიდე ჩემ რაიონში მივდივარ 1-2 საათი და იქიდან დაცვა გამოვიდო და ნუ ლაპარაკობთ და ეგეთი ყლეზე ბანტი საუბარი რა. მეთქი კაცი იქეთ უნდა წავიდეს, მაგრამ ცოტა ხანი გათბება იყოს კარებთან, რაც გიშლის ხელს. კამერაში ხედავენ და ეგეთი ყლებაზარი რა. არა გათვალისწინება იდგეს რა, მოხდება კარებთან იყო ის რა ქვია, სითბო ჩამოდიოდა რა და მან იდგა ხოლმე, გათბებოდა ხოლმე, გავიდოდა ხოლმე რა. შეცივდებოდა, შემოვიდოდა რა, ეს საწოდავად. ის დაცვის თანამშრომელი თუ გინდა რამე იყიდე თუ არა და გადი რა. არანაირი გათვალისწინება კაცო. რავი, ანა გავიდოდა ხოლმე საწყლად ეს ბიჭი შემოვიდოდა, ერე ისევ დაადგებოდა თავზეს. ეგრე იყო ხოლმე სულ რა. ხან მემელაპარაკებოდა, ხან რაღაცა. მერე მეთქი შევეკითხებოდი რა ხდება მეთქი საიდან შოულობ ამ გზის ფულს და ზოგიერთი მაღაზიაში მუშაობდა ხამეს ათენებდა რა. დილის 6 საათზე სახში მიდიოდა 2 საათი ეძინა და მე ისევ სასწავლებელში მოდიოდა რა. ვის როგორც უჭირდა რა. იმას ყვებოდა რა. გაგონილს კი არ ყვებია, ვინც მომიყვა. ბიჭებმა რომ მომიყვა მაგას ყვები რა. ესე იყვნენ საწოდავად. მე 4-5 კაც ერთ პატარა ოთახში ეძინა ქირის ფულს იხდიდნენ. ამ ფულიანმა რა ჩემი ფეხები იცის. ერთი არ შეკითხვია რომ აბა როგორ ახარ, აბა როგორ გძინავს, სად ახარ. რას ვაფშე არანაირი შეკითხვა კაცო ყლეზე ბანტი არ აინტერესებდა რა. მე შევეკითხებოდი ხოლმე რა, გამოკითხავდი ხოლმე. კაცი მოვიდა ჩუმად ხო არ იქნებია რა. შევეკითხებოდი, მეუნებოდა ხოლმე თავის გულის ტკივილს. რა და მომიყვებოდა ხოლმე რა. რა და მე ეს ტიპი ქვევით იყო საწყლად რა, გათბებოდა ხოლმე. მე ზევით თავის კურსელები ზევით იყვნენ ხოლმე რა. იჯდნენ, ხადაობდნენ, რავი, ასე ხადაობდნენ, ასე არ ვიყავი რა. მანქანა უნდა იყიდა ზოგს. მე სოფლელზე რაღაცას ჩამოაგდებდნენ საუბარს და დამინახავდნენ რომ მუშაობდი და რაღაცა ეხა ეგრევე შემოგხედავდა ეხა ნაბოძვარი რა. ზმანი რო ცუდი გეცვა და ბრენდული ზმანი რო არ გეცვა და იმას რო ბრენდული ზმანი ეცვა და რაღაცა რავი მე რამდენიც თლიანად დასაცმელი ქონდა მეცვა, იმას ერთ ტუბში ქონდა გადახთილი რა და რო შემოგხედავდა რომ ბანძის მანზე იყავი, ეგრევე მიხვდებოდა რომ არ ქონდა რა ფული და ასე შემოგხედავდა რა. ესე გეტყოდა და რო ჩემი ძმა
ესე გეტყოდა ჩვეულებრივ რა. სადაური ხარ. ეგრევე გეტყოდა რა. აროჩი, ხელფასი რა გაქვს. შენ დედა შევეცი რა შენი საქმეა ხელფასი რა მაქვს და ერე უეჭველია ესე ვიცი უეჭველი გეტყოდა რომ მე მაგას აი აქ ვტოვებ მაგ ხელფას და იყლებაზარი რა. რაში მაინტერესებს რა. შენ რამდენს ტოვებ აი აქ რესტორანში. ამ თბილისელებს გართულება ჰქონდათ ხოლმე კაროჩე სოფლელებზე რა, აი ჩამოსულ ადამიანებზე რა. მერე შეგეკითხებოდა რომ შენ სადაური ხარ ძმა. აჰა უეჭველი იტყოდი რა ეხა რა. მე გურული ვარ მეთქი ძმა. და რაღაცას ეხა ვითომ რაღაცა უნდა ეთქვა რა გურულებზე რა, რავი, რაღაცა და რაღაცას თუ იტყოდა იმ საწმენდ ჯოხს ტრაქში გაუკეთებდი მაგენის დედას შევეცი მე ძმა ზემოდან გიყურებს კიდევ. მნიშვნელობა არა აქვს რა ვინ იქნება რა. ხო და არა ზოგს უთქვია რომ ისაო რა ქვია მალადეცო მაგარი შრომელი ბიჭი ხარ ვაგერო გიყურებო შრომობო სულ წმენდაო სისო თავი არისო ბევრს უთქვია რა. ბევრსაც არ უთქვია კაცო ყლეზე ბანდი რა. თავის მოვალეობა აქვს მაგ მოვალეობაში ფულს იღებს რა. Onda ეგრე იყო რა ეს თბილისელები სულ ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ ამ ჩამოსულ სოფლელებს რა, რაიონიდან ჩამოსულ ხალხს რა. და არაფასებდნენ რა. ყოველთვის გამორიყული იყო ხოლმე რა ეგ კატეგორიის ხალხი. თუ ვინმე იყო ფულიანი სოფლელი, შეჩემა მაგას ნახირი ყავს იქ თავის სოფელში რა. მოდი დავპატიჟოთ მაგარი ფულიანი არის. რა ეგრე პატიჟებდნენ ხოლმე რა ხალხს არჩევდნენ ხოლმე რა. ვისაც ფული ქონდა დაპატიჟებდნენ სოფლებს და თუ არ ქონდა ფული აჯვას რა გაროჩე რა. რაც ჩემი ფეხები უნდა ჩვენთან. ეგრე იყო რა. ერე ახლა გაროჩე ეს თბილისელები იყვენ ხოლმე რა. ის რა ქვია აი არაბია შეჩემა ამას ისა აქ რა ქვია იქ ამის მამამის არაბეთში ავტობის წილი აქვს შეჩემა იმას ეკაჩებან ავტობს და ეგ თემები იყო ხოლმე რა. მესმონდა ხოლმე შუშას რო ურეცხავდი მესმონდა ხოლმე რა და ამ არაბს ამოიყენებდნენ გვერდში რა. და იმ არაბსაც უსწორდებოდა ახლა ამ ხო გითხარი რომ სამ კაცს ერთი გოგო ყავდა ლამაზი რა უეჭველი აი თბილისში რომ მოხდები ეგრე არის რა. სამი ბიჭი დადის ერთი ლამაზი და მეგობარი ყავთ გოგო რა. ამ პირიქით რა ერთი ბიჭი დადის სამი ლამაზი გოგო ყავს და აი ეს არაბი დაუახლოვდებოდა ხოლმე რა ამას რა. ამ ტიპს რა დაპატიჟებდა რაღაცა დაახარჯებდა ფულს იმ პონჩი რომ ეს გოგო დაეთრია რა. თუ არა შენ ყლეზე არა კიდე ახლა. უფრო მეტი ეგრე იყო ხოლმე რა. ის გოგოც კიდე გაროჩე დაიღალა რა ფეხით სიარული ან მან ამის მანქანით სიარულით რა. სარგებელი ქონდა ალბათ იმის და მაგიტომ დაყვებოდა ეს გოგო თუ არა. ისე არ ჩაიჯენდა ის ბიჭი რა. სარგებლობდა ამ გოგოთი და ბოლოს ამოუვიდა ამ გოგოსაც ყელში რა. ამასაც დაანებოს თავი ფეხით მოუწევს სიარული ავტობუსით და ნიტოქში გაჩითა რა იგი რა არაბი რა. ჩერესამით გაიცნო რა. ჩერესამით გაიცნო და იმ არაბმაც დაახია რა ეს გოგო რა. იმ გოგო მიფიქრა რომ ამ ქართველთან რა მინდა რა აგერ არაბი არის ფულიანი მანქანას მიყიდის ის ატოვია რო ფეხით რა. მისი დედაც არ ვადირე და დაიჭირა ამ არაბთან ურთიერთობა რა. ხედავდი ხოლმე მე არაბები დადიოდნენ ხოლმე რა ეს ლამაზი გოგოებით. ფიქრობდი ხოლმე რომ მეთქი ამ არაბმა რა უთხრა მისანას რომ ეს ლამაზი გოგო ყავს რა. და აინც რა ფული ჯოჯოხეთს ანათებს რა. რაც საგინდა ლამაზი და სიმპათიური ტიპი იყო ფული თუ არა გაქვს არავის არ უნდა ხარ აყლეზე ბანტი.
ანა დაითრია ეხლა ამ არაბმა რა, ეხლა ბოლოს და ბოლოს მოიყვანა რა ცოლად რა. ვინც მიუხვდა, ქართველი გოგო ჭკვიანი იყო, ეგრევე მოიცილა რა და რატომ მოიცილა ეხლა გეტყვი რა. ამ ვინც ვერ მოიცილა და დარჩა იტოქში, აი ესეთი რაღაცა შემთხვევა გამიგია რა. რომ გამოუცხადა კაროჩე რომ მამაჩემსო ორი ცოლი ყავდაო რა, სამიც ყავდაო კაროჩე, სახში ერთად ცხოვრობდნენ რა, ყველას სათითაო ოთახი ქონდაო კაროჩე და ერთ დღესო ერთ კალთან იყო, მეორე დღეს მეორე კალთანო რა, ცოლთანო რა, საყვარელი არ შეიძლებაო ჩვენში. ჩვენი რელიგიაო გვიგზავნოსო რა საყვარელსო და აი ეგრე რა. ახლა ამ გოგოს მოუყვა კაროჩე და ახლა ამ გოგოს ფიქრობს ახლა რა. ახლა კომფორტს დაკარგავს უეჭველი რო უარი უთხრას რა. კომფორტი ყველაზე მაგარი არის რა და რას იზავს ახლა თანახმა არის რა. თუ დათანხმდა ამორჩეული ყავს უკვე ამ არაბს რა. ცოლის დაქალი ანუ ვინმე ლამაზი გოგო უეჭველი მაგენი ლამაზი ქალები ყავთ რომ ერი უფრო გამოილამაზონ რა. ანა თავის დაქალი სხვა მეტი არავინ რა. და ბოლოს ეუნები რომ ვინ არის ერთი ვინ რა მითხარი რა და აგერა შენი დაქალი არ აღმოჩნდება ჩუმად რაღაცა გველურად აი დაქალი ყავს რა. ბოლოს არის ერთი ვარიანტი რომ იცხოვროთ რა ორივემ ერთად. ერთ დღეს შენთან იყოს, მეორე დღეს იმასთან იყოს და ეგრე რა ბოლოს მე სადღაც მესამე გაეჩითება ხო იცი რა და აი ეგრე ცხოვრობს რა და ვინც ახლა მაგაზე უარი თქვა და მაგას არ დაეთანხმდა, ერთი ლამაზი კუკლა გაფუჭდა რა. გაფუჭდა ლამაზი კუკლა რა, ახლა გაფუჭდა რა. გაფუჭება იმას ქვია, რომ ადრე ისეთი ლამაზი რო იყო და კეთილი რო იყო, აღარ არის რა. აღარ არის უკვე ერთი კაცი, ერთ კაცთან არ გაუმართლა, მეორესთან არ გაუმართლა, თუ გაუმართლა და კარგად ცხოვრობს, რავი მაგარია ძალიან და თუ არ გაუმართლა და ვერ ცხოვრობს, მეორე, მესამე და უკვე კაროჩე ობათ ექცა რა, უკვე ვეღარ გებულობს წესიერი ვინ არის რა არის და ერთი ლამაზი კუკლა გაფუჭდა რა. ვიღაც ერთი ნაბოზარი კაცის გამო რა, რამდენი გაფუჭებულას იმ. ვისა წესივრობა უნდოდა და წესიად უნდა ეცხოვრა და წესიად ფიქრობდა, მაგათესი აერია და ვისაც არ უნდოდა და ბოზურად უნდა ეცხოვრა, დღემდე ეგრე არიან რა, ვერ გაუგიათ. კაი რომელია და ცუდი რომელია და ღირსებიც არიან კიდე. ხო და ეგრე იყო რა. მე ხა ცოლად რომ მოიყვანა ამან, იქ ხა ბავშვი შეეძინა უეჭველი აბა როგორ იქნებოდა ახლა ისე. აქეთ არაბი მამა ყავს, იქით ქართველი დედა ყავს, მე ხა უეჭველი შეხვდება რა, შენი კურსელი რა. ფულიანი აქეთ და შენ კიდე შეიძლება ვერ ახარ ისე როგორც ის არის რა და შენს ბავშვები ყავს და იმასაც ბავშვები ყავს რა. იმ არაბს მაგარი ამიშვილს მაგარი ფულიანია მამა რა და ნუ კარგად აცმევს, კარგად ტელეფონი უყიდა, რავი, კარგად არის რა და შენ ბავშვს არა აქვს ხა ის ტელეფონი რა. რაღაცა ჩინური ტელეფონი უყიდე რა. და ბოლოს რა ხდება რა, გეუნება მამა მიყიდე იმას ეგრე აქვს რა. იმის მამა მეგრე უყიდა და შენც ეხლა რა, ეხლა ცოტა შეძლებული ხარ, ოღონდ ის კაი ტელეფონი რო უყიდო, არა და მიდიხარ რა, უეჭველი ეგრე იქნება რა. ბანკს მიადგები რა, რაღაც ფულს გამოიტან რო შვილს ტელეფონი უყიდო რა. გაუსწორ ხასიათი რა.
მე დიხარ ვალებს იღებ გაუჩენ რა მანქანას ჩადებ რა ბოლოს რა შეჩემა რა გადავიხდი რა 5000 გამოვიდან ბოლო დონის ტელეფონს იყიდი რა მე იმას თუ აქვს შეჩემა მე რატო არ უნდა მქონდეს და ბოლოს იმ პროცენტის ფულს იმენა საჭმელს არ ჭამი პროცენტში გეხევა რაღაცა უკვე ბენზინის ფულიც არ გექნება აი უეჭველი ეგრე იქნება რა ბანკიდან ნაყიდი იმხელა პროცენტები აქვს ის თელი ხელფასი პროცენტებში წაგივა რა და ნიდაიბოგ ცოლმაც გითხრა რა რომ მიყიდეო რა მეც მინდაო კაი ჩასაცმელიო ფეხსაცმელიო ან ტელეფონია უკვე ხედავს იმას რომ ის არაბი მაგრა აცმევს თავის სოულს რა და იცით ეხა გეპატიჟება სახში მოდი რა ერთად ვიყოთ რა და ბოლოს რა ხდება რა იმას უნდა გაუტოლდე ეხა ტრაკი არა გაქვს ეხლა იმის მე ბანკიდან კიდევ ფულს აიღებ რა და ბოლოს უკვე კაროჩე არა გაქვს ეხა ფული მაგდენ ვეღარ უკაჩავ რა გაწყდი წელში რა მოგეთყვა კარგის ტრაკი და ცოლთანაც უკვე უთანხმოება გექნება უეჭველი იმიტომ რომ იმ არაფს სახში ზიზდა ფული აქვს რა და შენ წელებზე ფეხსით გავბლეად რომ რაღაცა კონდეს რა და უკვე უთანხმოება იქნება აი უეჭველი ვიცი ეგრე რა ქალთან უთანხმოება გექნება და ბოლოს ხდება ესეთი რაღაცა რა თუ ჭკვიანი ქალი არის არ მოგთხოვს რა რაღაცებს რა გაგითვალისწინებს რომ აგერ მუშაობ და რაღაცა რა არ ყოფნის ხელფასი თუ ჭკვიანი ქალი არ არის მოგთხოვს რა და კიდევაც მიგენგრევა ოჯახი რა დარჩები მარტო კინა რა გაუბედურებული რა აი ამიტომ მაგათ გვერდში არ უნდა ამოუდგე არც უნდა დაეხმარო გეუნები თუ დაეხმარები და გვერდში ამოუდგები მაგიმა უცხო ტომებს გეუნები გადაგივლიან რა ჯერ ხო დარბიან მაგარი მანქანებით და რაღაცა და შენ დადიხარ ფეხით ზემოდან გიყურებენ აი ხა რა მაინტერესებს იცი აი ხა რას მოვაყოლე აი ეს თბილისელები რო ხართ ბიჭო აი სოფლელს რო არ იყენებთ გვერდით და არ გაინტერესებს და დასცინი ხართ აი მაგ ხალხს რატო არ ავალდებულებთ რომ შენ ენაზე ისაუბროს აი შენ ქვეყანაში რო ენა არის მაგაზე ისაუბროს რატო არაფერს არ ეუბნებით აი რა კურდღლები ხართ ბიჭო კურდღლები რა კურდღლებიც იყავით ის კურდღლები დარჩით გაიგე გეშინიათ იმიტომ რომ რამე რო უთხრათ ერთი კაცი რო იყოს გადარეკავს და 1000 გახდება რა და მე ესე თბილისელები დადგებით და შეჩემა მაგენი ბევრნი არიან მუსულმა ჩემი მტერი მაგას და აი თქვენ დედა შევეცი კაროჩე სიმონ იმ საწყალკას პატიოსანკას სოფლელს რო ჩაგრავთ და იმისი რო გეშინიათ იმ არაბის რა და იმათ უდგეხართ გვერდში და პატიოსანკაც შაგრავთ რა მეტის ღირსი ხართ აი ხოდადიან კვადროციტები და რავი თელი ამბით იარაღებს ხო ისვრიან ჰაერში ხოდა ერთხელაც მოვა და მაგიარაღს მოგიშვერს პროჩი გესვრის აი ცოტა ხანი რაღა დარჩა ჰაერში ხო ისვრიან მერე შენ გესვრიან პროჩი და მე არ კვია რომელი იყო არაბი იყო თუ ინციკა მეტის ღირსები ხარ თბილისელები აი ღარიბ კაც რო გვერდში და კეთილ კაც რო გვერდში არ იყენებთ და მე იტყვით რომ ვაიმე ეს რა მოგვივიდა აი მეტის ღირსები ხართ მეთქი რომ ამბობ ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ მე ეგ იყო რა ნიდაიბოგ მაგათ ქალი დაევასოთ მაგ არაბებს არა ინტერესებთ მაგას მაგალს ბავშვები ყავს არ ყავს თავისი უნდა გაისწოროს ძმამ თავისი თუ არ გაისწორა ისე ვერ არის გაიგე
რა მიდის ეხა შენ ცოლს დაადგა ბიჭო თვალი აბა ეხა როგორ სხვა ვერ ნახა ფეხებზე არ კიდია რამე რო შეეკითხო რა სიტყვის იცი თავიდან რო დავილაპარაკეო შენმა ცოლმა არაფერი არ მითხრაო კაი მე მეგონაო კაროჩე რომ არავინ არ ყავდაო თავს ეგრე გაიმართლებს რა და ბოლოს კაოჩე მოგადგება ისე მოგადგება რომ აი ეგრე რა აფირისტულად რა შენ ცოლს ეთქვაო მე რა ვიცოდიო კაროჩეო შენო ყავდი თუ არ ყავდიო შენმა ცოლმა არ მითხრაო მე ესე ვიფიქრეო რა თავის გამოძრონა რა უნდა და ბოლოს რა ხდება რაღაცას აიღებ დამართებ რა მე რა ვიცი ხა შენ რა ხასიათზე იქნები რომ დამართო და ბოლოს ერთი კაცის გამო შენ ლამას ცხოვრებას იფუჭებ რა კაი გალახი ხო პირობითი მოგცეს კაი პირობითი კაი არა უშავს თუ ციხეში მოხდები იმის გამო თელ ცხოვრებას აირევ რა თელ ცხოვრებას აირევ ვიღაცის გამო რა რატო აზიარავარ რატო აბლატავებთ მაგნაირი ხალხს უჯიშო ხალხს იმონ ადამიანი რო შემოხედავს შენიანს პატივს არცემ შენ სოფლელ ბიჭს პატივს აცემ მაგენი როგორ იფიქრებენ იცი აი ზუსტად ესე იფიქრებენ აი ვეჭველი ვიცი რომ მაგიო თავისიანსო პატივს არცემსო არ ჩვენ პატივს არ გვცემს მერეო რა და უცე ბლოგს გაგიკეთებენ რა და მოგივა ჩხუბი და ვერაფერსაც ვერ ისავ რა აი იგე თავიდანვე მოგიცილებს რა და მერე იქნები რომ ვაიმეუეს რა მომივიდაო კაროჩე ისტორიას გადახედე სკოლაში არ გივლია შეკაიგაცო ისტორიას გადახედე ისტორიას ვინები იყვნენ შენ გვერდით და ვინ არ იყო ვინ იყო შენი მტერი და მოყვარე ჩვენი მტერი ყველა იყო 4 მეზობელი ყავს და 4-ვე მტერი იყო ჩვენი თავიდანვე ყველა მტერი იყო და ყველა მტრულად გვიდგებოდა რა ხო და არ შეიძლება მაგის დავიწყება ვიც მტრულად გიდგებოდა დაუძინებელი მტერის დავიწყება არ შეიძლება ხო და ეგრე არის რა მე ბოლოს არ გაგიკვირდეს რომ რატო ვარ ესეო რა იმიტომ ხარ ესე რომ მტერი ამოიყენე გვერდში და ის სოფლელი ბიჭი რო შენ გვერდში გედგა ნიდაიბო კიდე ჩხუბი მოგივიდეს რა გადაგივლიან რა ის სოფლელი კიდე თუ დაგინახავს თავისას ვეჭველი არ გადაახტება რა და როგორ ბრიდავდნენ და რაღაცა გამოგიყვანს რა იმ გაჭვრებიდან რა გამოგაცლის იმათ თავს და რაღაცნაირად გადარჩები რა შენ თავს გადაგარჩენს რა თავს გადაგარჩენს რომ ცოცხალი იქნები რა თავისას არ გადაახტება ის სოფლელი ბიჭი რა მე ვიცი ბირთთან მქონდა ურთიერთობა და ბირთს ველაპარაკებოდი და კაი ბიჭი და გვერდში მდგომი ადამიანი რა გულში რო სიბოროტი არ აქვს ეგეთი ბიჭები არიან შენ კიდე ამასობაში თვალებს გაახელ და გამოიღვიძებ უკვე გვიანი იქნები რა ამ სოფლელსაც ყლეზე ეკიდები დამიჯერე რა იმ არაბსაც უკვე დიდი ხანია კიდი ხარ და ბოლოს დარჩები ამოგდებული რა და კიდევაც ღირსი იქნები რა და არ შემეწოდება არავინ რა მდგომარეობაც ხდება საქართველოში ის მდგომარეობა შენ თვითონ არ ეცი პატივის შენიანს და იასნია შენიანს პატივს თუ არ ცემ სხვა პატივს არ გცემს ჯერ შენიანს უნდა ცე პატივი მე უნდა დაავალდებულო ვიღაცა ჩამოსულს რომ შენ პატივი გცეს და შენიანს ცეს პატივი
შენ ეგრე ფიქრობ რა, შენიანს არ ცემ პატივს, ჩამოსულს ცემ პატივს, არიცი ვინ რა არის, აზი არა ხარ ვინ რა არის, რა რჯულის არის, გეუნები ადრე გაოხრებდნენ მეთქი და შენ მაკაც გვერდში იყენებ, ვინ არის შენი მტერი არ უნდა იცოდე? და მოყვარე არიცი ვინ არის? ხო და როგორც არის საქართველო მაგ მდგომარეობას არ იმსახურებს საქართველო მაგ მდგომარეობას, მაგრამ ისევ ხალხის ბრალია. შენ როგორც მოექცევი ხალხს, ისე მოგექცევა თავრობა, ისე მოგექცევა ხალხი. ნუ ჩემი აზრი ეს იყო რა. დანარჩენად კიდე თუ მიხვდები, თუ არ მიხვდები კიდე ჩემ მონაყოლი წირო დაგიდგება და ვაიმე მართავს ლაპარაკობდაო. ხო მიხვდები. გადაგივლიან აი ნაძვის ხეზე ხო მოიპარეს სათამაშოები. იქვე იყავით ხვირწინ, ქართველი იქვე იყავით ხვირწინ და ნაძვის ხეზე როგორ ჩამოახსნევინე სათამაშოები და როგორ მოიპარეს. სად იყავი? გეძინა მაგის დედა შევეცი? გეძინა? იმ სოფლებს კარგად დაცინი ხარ და იქ რო ნაძვის ხეზე რომ მოგპარეს, შენუბანში რომ მოიპარეს. ნათურები, ნაძვის ნათურები რომ მოიპარეს. გეძინა? არა, იმ სოფლებს კარგად დაცინი ხარ, კაროჩი. ის შეჩემა არაფერი არ უთხრათ, ბევრნი არიან. ბაზარი არა, ბევრნი არიან, მაგრამ ვინც არ გინდა ჩამოვიდეს, შენი უნდა დაავალდებულო. უნდა ილაპარაკოს თავის ენაზე. შენ ენაზე უნდა ილაპარაკოს. და არ უნდა ალაპარაკო თავის ენაზე. კარგი ტიპია და ისა და ესა, ყველანი კარგი ტიპები ვართ, ცუდი არავინ არ არის. მაგრამ უნდა დაავალდებულო, რომ შენ ილაპარაკოს შენ ენაზე. რომ გაიგო რას ლაპარაკობს შენზე. ასია, შენ თუ არ დაავალდებულო, რომ პატივი გცეს, იმას ყლეზე კიდი ხარ, კაროჩი, აი სულიანის მნიშვნელობით. შენ იმას თუ არ დაავალდებულებ, რომ შენ პატივი გცეს, ის დაგიკიდებს ყოველთვის ფეხებზე. და ნუ გაგიკვირდება კაცო. ნუ გაგიკვირდება მერე, რომ ვიღაცა ცუდად იქცევა. არასწავლე? შენ ქვეყანაში როგორ უნდა მოიქცეს, თუ იმან არ იცის. მიმართულებას თუ არ გაუკეთებ და თუ არ ასწავლე, ეს საქართველოა და ესე უნდა თქვა. გაიგე? მე მესმოდა იქ დავდიოდი ხოლმე რესტორანში და დავდიოდნენ და თავის ენაზე ბაზრობდნენ, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე ელაპარაკა ხოლმე. ეგრე იყო ხოლმე რა. დაავალდებულე რა, კაცი დაავალდებულე შენ ენაზე ისაუბროს. პატივი გცეს, შენ ეცი შენიანს პატივი და იმას კიდე დაავალდებულე, რომ შენიანს პატივი იცეს და შენ გცეს პატივი. ისო შეგხედავს, რომ ჭუჭუა ხარ, ისიც მოგიდგება, როგორც იმსახურებ. აიგარი რა, რაც უნდა მეთქვა რა. აბა თქვენ იცით ახლა. ქართველი რო გაიჩითება სოფლელი ჩამოსული, მაგი ადამიანი გვერდში არ მოიყენოთ რა. არ გინდოდეს, რა თქინდა. სოფლელი რა თქინდა რატო იყენებ რა. აგერ არაბია მოიყენე გვერდით. აგერ რამდენი არის ჩამოსული, თურქია მოიყენე. რავი, რასისტი არა ვარ. პროსტო ვიღაცა რო გიდგება და გიპყრობს და შენ ქვეყანაში გასწავლის, შენ როგორ უნდა მოიქცე და შენ ყლესავით თავს უქნევ. მე მაგაზე ვბრაზდები თუ არა. ვიღაცა ჩამოვიდა შენ ქვეყანაში, შენ ასწავლე, რომ შენ ქვეყანაში ესე არის, გაიგე? და ისე არ იქნება შენ ქვეყანაში როგორც არის.
ჯერ მე მეცი, ჯერ ჩემიანს ეცი პატივი და მე შენიან შეჩემა, ესე უნდა უთხრა. მაგრამ თქვენ სადა გაქვთ მაგნერი ფიქრები. თქვენ ის არაბი გიჩევნიათ რა, ერთი ბენდიში წაგიყვანოთ. ყავა დაგალევინოთ. თქვენი მეგობარი დაგიკეროთ. და თქვენ მაინც მომღიმარი სახე გექნებათ რა. შეჩემა ნავთობს ეკაჩება. აბა კარგად, აბა შეჩემა, აბა. ეგრე განაგძე, ეგრე ქართველი არ გინდოდეს და ვიღაცა გადამთიელი გინდოდეს რა.